დღეს ისევ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე მინდა ვისაუბრო მოკლედ. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან ის ადამიანები, რომლებიც სავსე არიან ბოღმით და სიძულვილით ყველა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათი მხარდამჭერი არ არის და ვინც მათ აზრებს არ იზიარებს თავიდან ბოლომდე. ბევრი წლების განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ მათი პატრონების დავალებით სერიოზული პროპაგანდა გაწიეს იმისათვის, რომ თავიანთი მხარდამჭერები აევსოთ სიძულვილით დანარჩენი საზოგადოების მიმართ და ამ ადამიანებში რომ გაეღვივებინათ განსხვავებული აზრის მიუღებლობა. ამ ადამიანებს ჩაუდეს თავში ის, რომ ვინც მათი მხარდამჭერი არ არის და ვინც მათ აზრებს არ იზიარებს, ყველა ეს ადამიანი არის ამ ქვეყნის მტერი, მოღალატე, რაღაცა რუსეთის შნირი და უნდა განადგურდნენ ესეთი ადამიანები და ეს განწყობები და ეს მიდგომა აშკარად გამოიხატება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გამოსვლებში და მათ კომენტარებში და მათ საუბრებში. ისინი პირდაპირ და ხმამაღლა იძახიან, რომ ყველა უნდა განადგურდეს, ვინც მათი მხარდამჭერი არ არის და ყველა ქოცის ადგილი არის თურმე რუსეთში და იძახიან ეს ადამიანები ხმამაღლა, რომ როცა ნაციონალური მოძრაობა მოვა ხელისუფლებაში, ვინც მათი მხარდამჭერი არ არის, ასეთი ადამიანების ადგილი არ დარჩება საქართველოში და ან უნდა განადგურდნენ ეს ადამიანები და ან უნდა გაიქცნენ ამ ქვეყნიდან. ეს არის საშინელება და ეს უბრალოდ ისე შემთხვევით არ ხდება. ამაზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წლების განმავლობაში მიზანმიმართულად და გეგმის მიხედვით მუშაობდნენ ნაციონალური მოძრაობა და მათი პატრონები და თავიანთი ტელევიზიების და მათი აგენტი ჟურნალისტების საშუალებით წლების განმავლობაში თავის ამომრჩევლებს ავსებდნენ ბოღმით და სიძულვილით. ეს არის სამწუხარო რეალობა, ის რეალობა, რომელ რეალობაშიც გვიწევს ჩვენ ცხოვრება. ამ ადამიანებს დამართეს საშინელება და ამ ადამიანებს აი ესეთი განწყობები გაუღვივეს დანარჩენი საზოგადოების მიმართ, რომ არ შეიძლება დიალოგში შემოვიდნენ იმ ადამიანებთან, ვინც მათი მხარდამჭერები არ არიან და პირდაპირ უნდა თავდასხმაზე გადავიდნენ და უკრძალავენ დიალოგს ამ ადამიანებს და რაც არ უნდა, ესე იგი ფაქტებით ელაპარაკო და რაც არ უნდა, აი ფაქტები დაუდო ცხვირწინ, ამ ადამიანებს დამართეს ის, რომ აი ამ ფაქტებზე ათქმევინეს უარი. ეს ადამიანები უარყოფენ ფაქტებს და აღიარებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების აღქმებს. ამ ადამიანებს აღიარებინეს გვარამიას აღქმები და უარი ათქმევინეს ფაქტებზე და ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე სიძულვილით და აუტანლობით და მიუღებლობით გაავსეს დანარჩენი საზოგადოების მიმართ. ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ეს არის რეალობა და ფაქტია ეს და ამას მე არ ვიგონებ და არ ვაჭარბებ არაფერს. როგორ თქვა, არ არსებობს, რომ ესეთი ადამიანები შეიცვალონ სამწუხაროდ და აი რომ სექტას რო ეძახიან, მართლაც რაღაცა სექტად ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანები და ამ ადამიანებს არ შეუძლიათ დიალოგი, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ არგუმენტებით საუბარი და ამ ადამიანების განწყობა არის ესეთი, რომ თუ მათი მხარდამჭერი და არ ხარ და თუ მათ აზრებს არ იზიარებ თავიდან ბოლომდე, ესე იგი შენ ხარ მტერი და შენი ადგილი არ არის ამ ქვეყანაში. საბედნიეროდ ძალიან ცოტა ასეთი ადამიანების რიცხვი ამ ქვეყანაში და უმრავლესობა
საკმაოდ ჯანსაღად აზროვნებს და კარგად ხვდება თუ რაც ხდება და მადლობა ღმერთს რომ ვერ მოახერხეს ის რომ აი უმრავლესობა დაეავადებინათ აი ამ სენით რასაც ქვია აი ეს რაღაც სიძულვილი და ბოღმა გააბოროტეს ეს ადამიანები და ეს გამოიწვია იმან რომ წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის და მათი პატრონების მიერ დაფინანსებული ჟურნალისტები და ტელევიზიები წლების განმავლობაში პირდაპირ სიძულვილს თესავდნენ და სიძულვილს აღვივებდნენ საზოგადოებაში და სწორედ აი ამის შედეგად ამ ადამიანებს დამართეს აი ეს საშინელება, რასაც ქვია საკუთარი ერის და საკუთარი ქვეყნის სიძულვილი. ამ ადამიანებს დააჯერეს ის, რომ ისინი არიან ყველაზე უფრო საუკეთესოები, ყველაზე უფრო პატრიოტები და ყველაზე უფრო მართალი ადამიანები და ამ ადამიანებს აუკრძალეს დიალოგში შესვლა. ამ ადამიანებს აუკრძალეს, რომ განსხვავებული აზრს მოусმინონ და სინამდვილეში ძალიან ცუდ დღეში არიან ეს ადამიანები, ამ ადამიანებს შეურყიეს ფსიქიკა და ეს გამოიხატება მათ გამოსვლებში, მათ კომენტარებში და მათ დამოკიდებულებაში დანარჩენი საზოგადოების მიმართ. აი ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელ რეალობაშიც გვიწევს ცხოვრება და ყოფა. ნაციონალური მოძრაობის ბუნება არის 100%-ით ბოროტი ბუნება და აი ამ ბოროტმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიზან მიმართულად წლების განმავლობაში გააბოროტა თავისი ამომრჩეველი და ძალიან როგორ თქვა დაიმსგავსა თავისი ამომრჩეველი. აი ამის თქვა მინდოდა ნაცების გაბოროტებულ მხარდამჭერებზე.